ჩვენი სტუმარია ბავშვი, რომელსაც ზღაპრის მოსმენას ურჩევნია გემოვნებიანი მუსიკის მოსმენა, ძერწვა, ხატვა და მათემატიკა. მას ასე მივესალმოთ ჩვენ სტუმარს გიორგი თოფურიას. მოგზანდით პატივცემულო. დედა, როგორი ადამიანი მომზარდა თან ინსტრუმენტით გამარჯობათ პატივცემულო. დაბრძანდით პატივცემულო. როგორ გიკითხოთ, როგორ ხასიათზე ბრძანდებით? კარგ ხასიათზე ბრძანდებით. შესანიშნავი ამბავია. ეს ყველაფერი თქვენი ნახელავია? დიახ. რასაოცარია. იცი სხვათა შორის აი ამ ყველაფერს რომ ხედავ, მინდა გითხრა რომ მეც გადასარევ ხასიათზე ვარ, აი ამ ყოველივეს შემხედა. ეს ყველაფერი მხოლოდ თქვენი ნახელავია თუ ზოგი შეიძინეთ? ყველა ჩემი ნახელავი. მართლა? და თქვენ ხო არ ყიდით ამებს? ჯერ არა თუ მე შეიძლება? მე შეიძლება. შეიძლება შემოსავლის წყაროც რომ გახდეს ხომ შეიძლება? კი ბატონო. გამოფენა თუ გქონიათ? დიახ. 5 ჯერ ვიქნებოდი გამოფენაზე, ერთი ვიყავ ჩემი სამხატვრო სტუდიაში, მეორე მომიწვიეს. აჰა. და მე კიდე მქონდა გამოფენა, რაც არსებობს სამხატვრო მთლიანი ყველა სკოლა იღებდა მონაწილეობას და იქ მივიღე კიდე. შესანიშნავი? არ ყიდიო მითხარით და რამე შემოთავაზება არ ყოფილა ვინმეს არ უნდოდა? გამოფენა რომ მქონდა, მან მოვიდა ერთი ქალირა და დედაჩემს ეუბნება რომ ეს ნახატი რა ღირსო და არ გავყიდეთ. რადგან ძალიან მოსწონდა დედაჩემს და მეცაც. და რომელი ნახატი იყო? შეგიძლია მან აქ არის? მან ტკესანები რომ აქვს. უიმე, აი ეს ლამაზი ყვავილები ის მოეწონათ? რა მაგარია. დაიწყამდეთ. და არ გაყიდეთ. მე მგონი შენ გინდოდა გაყიდო და დედამ არ გაგაყიდინა. ასეა? ეგრე იყო. მართლა? მაგრამ მე გადაფიქრება ვცადე, მაგრამ ვერ გადავიქრე. ვერ გადააჯერე, ხო? გინდა თორე არ გავყიდოთ. ნუ ეს აკვარელია, ხო? ეს აკვარელით ის რითი არის დახატული? ესეც აკვარელით. ესეც აკვარელით არის. იქით ზეთია? ზეთის აბა? გუაში. გუაშით არის ნახატი. კი ბატონო, აქეთ რა გვაქვს? აქეთაც გუაში. იქედაც გუაში. აქეთაც გუაში და უპირატესობას რას ანიჭებთ? გუაში. გუაში. და აი ძერწვა ცოტა ხანდახან რაღაცები გამომდიოდა ხოლმე, მაგრამ ასე რა თქმა უნდა მე ვერასდროს ვერაფერს გამოვწერწავ. ეს ყულაბა. ეს ყულაბაა? დიახ. ეს საიდან უნდა ჩავყაროთ ფული? მე ფულს ვეძებ რა? თავი ახსნა. კაი. თავი ეს ეხსნება და ამაში იყრება შეგნით ფული უნდა ჩავყოთ. შესანიშნავი ამბავი. იცი რა, ყულაბა იმისთვის არის ხოლმე რომ მე ტეხავენ, ხო იცი რომ არ იხსნება ესა და ეს კარგი არის, ამიტომ ეს შეინახება და ყველას ექნება. აი ესეთი ლამაზი ყულაბა გვაქვს, იქ სპილოა. აი ეს ვინ არის აქა? ჩემი თავი. ვინ არის? ჩემი თავი. ეს შენ ხარ? ავტოპორტრეტი გვაქვს ფაქტიურად? და თვალი ჩაუკარი ვის საკუთარ თავს? ნახეთ რა ლამაზია. საკუთარ თავს თვალი ჩაუკრა. შესანიშნავი ამბავია. რამდენი წლის ბრძანდებით თქვენ გამახსენეთ? 8. ეს უკვე 7 წლის რო იყავით მაშინ დახატეთ? რა ლამაზი არის. ეს ინსტრუმენტი რასთან დაკავშირებით არის აქა? დაკვრასთან. დაკვრაც იცით? ღერით კიდეც თქვენ? შესანიშნავი ამბავია. როგორი მუსიკა გიყვართ მითხარით? ხალხური მუსიკები მეყვარს. ხალხური მუსიკა გიყვართ? ზოგი ინგლისური. ყველანაირი მუსიკა მეყვარს. ყველანაირი მუსიკა, კი ბატონო. როდესაც გაიზრდებით, თქვენ ვინ გინდათ რომ გამოხვიდეთ? ფანდურის მასწავლებელს ვიტყოდი აქ. ანუ ისე კარგად უნდა იცოდეთ ფანდური, რომ მე სხვებსაც ასწავლოთ? დიახ. საოცარი ამბავი არის. კიდე მინდა რაღაც, მაგრამ რა აბა? ძნელი სიტყვა. რა არის? ძნელია. ძნელია? რა არის ძნელი მითხარი? ფანდურზე დაკვრა არის ადვილი და დანარჩენი ძნელია? აბა მითხარი რა გინდა? მამაჩემის პროფესია არის შემოსავლების სამსახურის ოფიცერი. და გინდა რომ გამოხვიდე? ეგან ფანდურის მასწავლებელი. ესე იგი დილემის წინაშე ვდგავართ. ფანდურის მასწავლებელი გამოვალ თუ შემოსავლების სამსახურის ოფიცერი. საოცარი ამბავია. აი ნახატების გაყიდვას რო დაიწყებ, უნდა იცოდე ზუსტად რა იბეგრება, არ იბეგრება, რა მთელი ამბავი არის და რა მაინტერესებს, მაგ საქმით როდესაც ხარ დაკავებული ადამიანი, მამას რა პროფესიაც აქვს, იქ ძალიან საჭირო არის თვლა, მიმატება, გამოკლება. ეგეთ რაღაცები გამოგდის, იცი? მართლა? დიახ. შეგამოწმო? კალკულატორზე აქ მე ჩემით გამოვიანგარიშებ და მე გადაგამოწმებ შეიძლება? დიახ. 9-ს გამოვაკლოთ 8, მივუმატოთ 7, მივუმატოთ 5, მივუმატოთ 3,
გამოვაკლოთ 8, მივუმატოთ 7, გამოვაკლოთ 4. 11. საოცარია. ეს ვაკეთებ მაგით თვლი, მანახე როგორ შევიხელით. ეგ რას ნიშნავს? გეხვეწები მასწავლე. აი ხედავდი ხოლმე რომ მაგას და მე ესეც აკეთებენ, ხო? რაღაცნაირად. აბა რა არის ეგა? მასწავლე რა. ეს ამაკრატელათითები, ეს თოფითითები. მაკრატელათითები და თოფითითები და რას ვაკეთებთ ამეთი? არა, რა შვებით. ვანგაიშობთ ამითი ათეულებს, ამითი ერთეულებს. მაგ ეს ამასთან კავშირში არ არის ისა ისა ჯეირანი. ხო, ჯეირანი არ ქვია ამას? არა, ხო? არაფერ კავშირშია. მოდი, კეთილს გადაგამოწმებ ერთი ეს რა ყოფილა ეს მენტალური არითმეტიკა რა შესანიშ. ორ ნიშნა შეიძლება? დიახ. აბა, კალკულატორზე ჩქარა თუ ის 44-ს გამოვაკლოთ 31, მივუმატოთ 28, მივუმატოთ 54 უდრის 95. საოცარი, აუ ერთიც რა, გეხვეწები რა. სამნიშნა შეგიძლია? ცოტა გიცდა. ცოტა მიჭის. ცოტა უჭირს. კარგი. მოდი, ცადოთ, იქნება გამოგვივიდეს. აბა, მოდი. 327-ს გამოვაკლოთ 173, მივუმატოთ 670. 824. აი თუ არ გამოსდის. საოცარი ამბავია. საოცარი. შეკრება გამოკლება ხო იცი? გამრავლებაც იცი? ეგეც გადავამოწმოთ? დიახ. გეხვეწებით და გავერთობი ცოტასა ძალიან მომწონს ესა. მოიცა, უცებ, აი ეხლა. 77 გამომრავლოთ 80-ზე, აბა უდრის 6160. საოცარი ამბავია, კი, 6160-ია ნამდვილი. კარგი, ეხლა ფანდური რატომ გადაწყვეტე რომ მაინც და მაინც ფანდურზე დაგეკრათ? მაგალითად და არ უკრავ გიტარაზე. ჩვენ სკოლაში რომ გქონდა ზეიმი, ჩემმა კლასელმა იცოდა ფანდურის დაკვრა და მაგას დააკვრევინეს და ვიმღერეთ სიმღერა და მომეწონა როგორც დაუკრა და მოვიხიბლე მაგის დაკრულით და მე გადავწყვიტე რომ შევსულიყავი ფანდურზე. მოიხიბლა და შევიდა ფანდურზე. ასე კი არა, შესანიშნავია. მე მოხიბლული ვარ თქვენი ნახვით მინდა გითხრათ და საერთოდ ყველაფრის რაც აქ ვნახეთ. მასწავლებელი ვინ არის შენი? ქეთი. უი. ქეთი მასწავლებელს ვიცნობ, ქეთი მასწავლებელი აუცილებლად გასწავლიდა, როგორ შეიძლება სხვანაირად ყოფილიყო. მითხარი, ვისთან ერთად ხარ კიდევ შენ მოსული აქ? დედასთან, მამასთან, ჩემ ძმასთან, ბებოსთან და დეიდასთან. დარჩა ვინმე სახლში? არა. მოგესალმებით. იცი რა, მოდი და ისაქენი აიღე ფანდური და რა უნდა იმღერო? შევარდენი ამოფრინდა. აჰა, ამე ის კი არ არის, შევარდენი ამოფრინდა. უსმენთ გიორგი თოფურიას. აბა შესანიშნავი სიმღერისთვის, შესანიშნავი ნახატებისთვის, შესანიშნავი აი ასეთი ნაძერწისთვის. თქვენ საჩუქრის ღირსი ხართ ახლა ამ წუთას. ხო ასეა? და პირველ საჩუქარს ვინ გამოაგელვებს ჩვენთან თუ არა ფაგიო? ასე აპლოდისმენტების თანხლებით ხდება ეს ყველაფერი.
ეს არის სპეციალური ნაკრები ფაგების, იმისათვის რომ არ გაცივდე და არანაირი ინფექცია არ მოგეკაროს. დედამ იცის ფაგიო. და კიდევ იცით ვინ უნდა მობრძანდეს? ლოკომოკოს ლომი. აი ესეც საჩუქრები ლოკომოკოსგან. მადლობა უთხრათ გიორგი თოფურიას ჩვენთან მომბრძანებისთვის.